ახდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის არსებობს ვიდეო მასალა თუ როგორ უსწორდებიან ნაციონალური მოძრაობის წევრების საპროტესტო აქციის მონაწილეებს. კადრებში ასახულია დედაქალაქის მერის ლევან ბეჟაშვილის და გიორგი კანდელაკის ქმედებები. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია გამოეხმაურა. შეტაკებები საქართველოს დედაქალაქში მაშინ მოხდა, როდესაც დემონსტრანტები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაში ხელის შეშლას აპირებდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სააკაშვილი ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპონენტებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, წერს BBC. დემონსტრანტებმა საქართველოს პრეზიდენტის მომხრეებზე იერიში მიიტანეს, დაშავებულია სულ მცირე 5 პირი. ამ სადავლის სტატიას New York Times-ი აქვეყნებს. ძალაუფლების გაყოფის 5-თვიანი ექსპერიმენტი ღია კონფლიქტში დაიზარდა, წერს ამერიკული გამოცემა. ძალადობის პროვოცირებაში თითოეული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, წერს New York Times-ი.